დღის მთავარ თემას სტუმართან ერთად ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უპასუხებს ჩვენს კითხვებს. აღნიშნულობისა, ბატონ გიორგი, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. EBRD-ის ბიზნეს ფორუმი, რომ ცალსახად დადებითი მოვლენაა ქვეყნისთვის, ამაზე არავინ არ დაობს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, მაგრამ ჩემი შეკითხვა ასეთი იქნება, მოკლევადიან პერსპექტივაში რა კონკრეტულ დადებით ეფექტს ელის ქვეყანა ამ ფორუმიდან? მოგესალმებით, თეა, დიდი მადლობა მოწვევისთვის. უპირველეს ყოვლისა არ შემიძლია რომ არ გამოვთქვა სამძიმარი იმ ოჯახების მიმართ, რომლებმაც დაკარგეს შვილები, ძალიან მძიმეა და ორი დღეა მართლა გონზე ვერ მოსულ ვართ, მთელ საქართველოს მინდა მივუსამძიმრო ეს უმძიმესი ტრაგედია, რაც მოხდა. რადგან ამ თემას შევეხეთ, ბატონ გიორგი, მე მინდოდა რომ ეს ჩვენი საუბრის ბოლოს დამესვა ეს კითხვა. რუსთავში იმყოფებოდა სულ ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრი, მან განცხადება გააკეთა, რომ რეგულაციები უნდა გამკაცრდეს, ეხებოდა იგივე სასტუმროებს, უსაფრთხოების ზომებს. თქვენი სამინისტრო კონკრეტულად ჩაერთვება თუ არა ამ პროცესში და რა კუთხით შეიძლება თქვენი თანამშრომლოთ და რა ზომები შეიძლება მიიღოს თქვენმა სამინისტრომ ამ კუთხით? დიახ, ამ საკითხსაც შეეხება 2009 წლის ეგრეთ წოდებული 57 დადგენილება არსებობს, რომლის შემდეგაც ფაქტიურად რეგულაციები ამ სფეროში გაუქმებულია. ჩვენი სამინისტრო მხოლოდ და მხოლოდ არის პასუხისმგებელი მომეტებული რისკის ობიექტებზე, როგორიც არის კაშხლები, ენერგოობიექტები, საბაგირო გზები და ასე შემდეგ. რაც შეეხება ჩვეულებრივ ობიექტებს და ესეთები როგორიც არის სკოლა მაგალითად და სასტუმრო და ასეთი დაწესებულებები, ეს არის ეგრეთ წოდებული მეოთხე კლასის ობიექტები, რომლებზეც სამწუხაროდ არ ვრცელდება ჩვენი სამინისტროს ზედამხედველობა. დღესდღეობით მთლიანად ზედამხედველობა და პროექტების დამტკიცება, შეთანხმება არის გადასული ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში და ჩვენ სწორედაც ამ მიმართულებით რა თქმა უნდა ჩავერთვებით და სერტიფიცირების იმ ექსპერტების დასკვნების, რომლებიც შენობების მდგრადობაზე და სახანძრო მედეგობაზე აგებენ პასუხს, მათ სერტიფიცირებას გავამკაცრებთ აუცილებლად. ან შეიძლება თქვენს კონტროლ ქვეშ მოექცეს ამ ნაგებობების უსაფრთხოება და კონტროლი? იცით რა არის, კოდექსი შემუშავებულია, მთელი ეს ასე ვთქვათ, პროცესი აცილებით უფრო მაღალ ხარისხობრივ დონეზე გადავა. არის ორი ვარიანტი, რომ ჩვენ გავაფართოვოთ ჩვენი სამინისტროს ასე ვთქვათ კონტროლის ზონა და არსებობს მეორე ვარიანტი, ასევე რომ ჩვენ გაცილებით უფრო გავამკაცროთ იმ ექსპერტების სერტიფიცირების პროცესი, რომლებიც ახდენენ შენობების მდგრადობაზე და ხანძარზე მედეგობაზე პასუხს და წერენ ამ მიმართულებით დასკვნებს. ამიტომ ეს საკითხი უახლოეს პერიოდში რა თქმა უნდა განხილული იქნება. თუმცა სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ვამბობ 2009 წლის მერე ძალიან ზედმეტად გამარტივდა ეს პროცესი, უნდა ითქვას ნამდვილად და სამწუხაროდ ამ ტრაგედიას ჩვენ ვერ გამოვასწორებთ, თუმცა მომავალში ასეთი თავიდან უნდა იქნას აცილებული ნამდვილად. მოდით ახლა ფორუმს დაუბრუნდეთ, ისევ ჩემ შეკითხვას მოკლევადიან პერსპექტივაში რა სარგებელს ელის ქვეყანა ამ ფორუმიდან? ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი ტარდება, ეს არის პირველად ჩვენს რეგიონში ევრობანკის 24 წლიური შეხვედრა ტარდება საქართველოში. 60-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია ჩამოვიდა, 4200-ზე მეტი სტუმარი არის ჩამოსული საქართველოში. თითქმის 1000-მდე ეს არის ბიზნეს დელეგაციები, ანუ ბიზნეს წარმომადგენლობითი დელეგაციები და არის ასევე რამოდენიმე ათეული ძალიან მაღალი დონის სტუმარი. ამ ესე ვთქვათ წლიურ კონფერენციას აქვს როგორც ძალიან დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა, ასევე ეკონომიკური მნიშვნელობა. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი იქნას წარმოჩენილი ყველაზე საუკეთესო კუთხით, ის რომ საქართველო როგორც პოლიტიკური სისტემით ევროპული ქვეყანა, მაგრამ გაცილებით უფრო მოქნილი, გაცილებით უფრო ნაკლებად ბიუროკრატიული, ვიდრე ნებისმიერი თუნდაც აღმოსავლეთ ევროპული ქვეყანა არის მართლაც განსაკუთრებული შემთხვევა ნებისმიერი ინვესტორისთვის. სწორედ ამის წარმოჩენას ვაპირებთ ჩვენი სატრანსპორტო ლოგისტიკური შესაძლებლობების, ჩვენი საწარმოო შესაძლებლობების, ჩვენი სახელმწიფო პროგრამების შინაარსს გავაცნობთ ყველა სტუმარს. ზეგ იქნება სპეციალური სესია საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე მიძღვნილი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ როგორც
რამოდენიმე მინისტრი, ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ძალიან ბევრი 300-ზე მეტი სტუმარი დაესწრება ამ სესიას და იქნება ძალიან დეტალური განხილვა, ხოლო თქვენ შეკითხვას რომ უპასუხოთ მოკლევადიან პერსპექტივაში რას ველოდებით, ჩვენ ნამდვილად ველოდებით მოკლევადიან პერსპექტივაში ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციებს და დარწმუნებული ვართ რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი როგორც აქამდე, როგორც ინსტიტუტი, რომელმაც 2 მილიარდ 600 მილიონი ევრო ჩადო უკვე საქართველოში ამ წლების მანძილზე, კიდევ ერთხელ დაამტკიცებს რომ ის არის ნამდვილად მოწინავე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, ყველაზე კარგი გაგებით აგრესიული საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც ამ ბაზარზე შევა როგორც ძალიან აქტიური მოთამაშე. კარგი, თქვენს მიერ გამოცხადებულ საპრივატიზაციო გეგმასაც შევეხოთ. ჩვენ ვიცით რომ რამდენიმე ობიექტის, გასაყიდი ობიექტის ფასი დადგინდა, გაიყიდა 2 ობიექტი, ერთ-ერთი არის ბათუმში, ბათუმი თაუერი. რა ეტაპზეა ეს გეგმა? შეგვიძლიათ ახლა გითხრათ. დიახ, წელს უკვე 83 მილიონ ლარზე მეტი არის შემოსული პრივატიზაციის შედეგად. ეს უკვე არის ფაქტიურად შარშანდელ შემოსულობებზე მეტი, მარტო 4 თვის განმავლობაში უკვე ფაქტიურად ძალიან დიდი ნაწილი, ძალიან დიდი რაოდენობა ობიექტების გაიყიდა, თუმცა გასაყიდი კიდევ ბევრი რჩება ნამდვილად და ჩვენ ძალიან აქტიურად ყოველდღიურ ესე ვთქვათ, სამუშაო რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას. ეს ობიექტები არ არის მარტო ესე ვთქვათ, დიდი ესეთი ობიექტები, როგორიც იყო მაგალითად ბათუმი თაუერი, როგორიც იყო თბილისში მაგალითად ყოფილი ნარკოლოგიური დისპანსერის შენობის მიმდებარე ტერიტორია, ასევე ისანში არის 2.5 ჰექტარი, რომელიც უახლოეს დღეებში გაიყიდება და ასე შემდეგ. არის უამრავი ძალიან წვრილი ობიექტი, რომლებიც საბოლოო ჯამში ძალიან კარგ ფისკალურ და ეკონომიკურ ეფექტს გვაძლევს. მომავალში ჩვენ გვაქვს გამზადებული უკვე საპრივატიზაციო და გამოვა, ეს არის წყალტუბოს რამოდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი. ეს არის ასევე ბათუმში საპრივატიზაციო ძალიან დიდი ობიექტები, ეს არის თბილისში კიდევ რამოდენიმე დიდი მიწის ნაკვეთი, სადაც ჩვენ გეგმავთ რომ ამიტომ რამოდენიმე 10 მილიონის შემოსვლას ველოდებით, მაგრამ ამის გარდა არის კიდევ მსხვილი ობიექტები, რომელშიც მაგალითად ევროპის რეკონსტრუქციის ბანკს ველაპარაკებით უკვე ძალიან აქტიურად საქართველოს ფოსტის საპრივატიზაციო მომზადებაზე, ასევე თბოელექტროსადგური, რომელიც არაერთხელ დაანონსდა შემოდგომაზე დაახლოებით 290 მილიონი დოლარის შემოსავალს ველოდებით. თქვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე ჩამოთვალეთ, ბატონ გიორგი, მაგრამ მე მაინტერესებს ერთი რამ თქვენგან გავიგო. როდის და როგორ და რანაირად აისახება კონკრეტულად ეს გეგმა ლარის დღევანდელ მდგომარეობაზე? მერწმუნეთ ეს საკითხი გვაწუხებს ჩვენს, თქვენს და ყველა საქართველოში. ნამდვილად გვაწუხებს, ალბათ ამაზე დიდი თავისტკივილი დღეს არავისთვის არ არსებობს. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ როდის აისახება ეს ყველაფერი ლარის კურსზე, დღესდღეობით შეიძლება ითქვას, რომ ნამდვილად ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი და მე მხედველობაში მაქვს ექსპორტის პარამეტრის, ექსპორტის კლების ტენდენცია უკვე ფაქტიურად შენელებულია, იმპორტის კლების კუთხით იმისათვის, რომ სავალუტო შემოსავლების და გასავლებს შორის დისბალანსი გასწორდეს, უკვე აპრილის თვეში გაცილებით სერიოზული უკვე თვალში საცემი 15%-იანი კლება გვაქვს უკვე იმპორტის მიმართულებით, ანუ ეს გარღვევა, რომელიც ჰქონდა ექსპორტსა და იმპორტს შორის, უკვე არის ფაქტიურად ნულზე, თითქმის ნულზე არის დასული. რაც შეეხება ტურიზმის მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანი დადებითი ტენდენცია გვაქვს, უკვე მთავრობის დამტკიცებასთან ერთად სავიზო ლიბერალიზაციის კუთხით ყველა ნაბიჯი გადაიდგა, მესამე მოსვლენით კანონი უკვე გასულია, პრეზიდენტის მიერ ალბათ ხელი მოეწერება უახლოეს დღეებში, ხოლო უახლოეს დღეებში მთავრობის ხდომაზე იქნება ასევე განხილული პაკეტი იმისათვის, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად შევავსუბუქოთ ტურისტების შემოსვლის პროცედურები. ყველაფერი ეს გვაძლევს ნამდვილად იმის საფუძველს ვივარაუდოთ, რომ მნიშვნელოვან ყევებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ზუსტი პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია, გამომდინარე იქიდან, რომ ეს პროგნოზი არის ნაზავი ფუნდამენტური მონაცემების და ემოციების და რაც უფრო დამშვიდებული იქნება ამ მიმართულებით ბაზარი, მით უფრო ნაკლები იქნება ემოციური კომპონენტი და ამაზე იქნება დიდწილად დამოკიდებული ლარის კურსი მომავალში. ძალიან დიდი მადლობა, გიორგი კვირიკაშვილი პასუხობდა ჩვენს კითხვებს.